ეროვნულ არქივში ელექტრონული კატალოგის წარდგინება გაიმართა. ონლაინ ჟურნალი ფონდებს, ჩანაწერებს, სხვადასხვა ანოტაციასა და დოკუმენტების ციფრულ ასლებს გააერთიანებს. სასურველი ინფორმაციის მოძიება აღნიშნულ კატალოგში ნომრის, სიტყვის, ფიზიკური ან იურიდიული პირების, თემატური ან გეოგრაფიული საძიებრის გამოყენებით არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე პროგრამაში 20,000-მდე საქმის ანოტაცია და 34,000 გვერდის ციფრული ასლია განთავსებული. კატალოგში დოკუმენტების ატვირთვა კვლავ გრძელდება. ელექტრონული კატალოგი მისცემს შესაძლებლობას არქივის თანამშრომლებს ძალიან მოკლე ვადაში მოიძინოს სასურველი დოკუმენტი, რაც შესაბამისად გაუადვილებს შესაძლებლობას მოქალაქეებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ეროვნული არქივში დაცული დოკუმენტების ძალიან სწრაფად მიღებაში. ელექტრონული კატალოგი ასევე მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ არ მოხდება დედან დოკუმენტთან შეხება, რაც დაიცავს ამ დოკუმენტების შემდგომი დაზიანებისა. ელექტრონული კატალოგი შედგება ორი ნაწილისგან, ეს გახლავთ როგორც დოკუმენტების ციფრული ასლები, ასევე ამ დოკუმენტების ანოტაციები. უკვე შედგენილია 1 მილიონამდე დოკუმენტის ციფრული ასლი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უკვე ვიმუშაოთ მათი ანოტაციების სრულყოფაზე და შემდეგ უკვე პროგრამაში ერთობლივ ატვირთვაზე. პროექტი მომავალში გაგრძელდება, პროექტი გულისხმობს ჯერ ისტორიული ღირებულების მქონე და განსაკუთრებულად ხშირად მოხმარებადი დოკუმენტების კატალოგში განთავსებას, ხოლო ამის შემდეგ უკვე ყველა იმ დოკუმენტების ატვირთვას, რომელიც მკვლევარების მიერ იქნება გამოთხოვილი.